არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა თქვენ გუშინ ლაივში ვისაუბრეთ რომ აპირებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ რომ გითხრათ თქვენი აზრი და როდის მოხდება ზოგადად მაჟორიტარების წარდგენა ასევე რა მოლოდინი გაქვთ რა პერსპექტივა აქვს მაგალითად ოპოზიციურ პარტიებს რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ დღეს ანატოლიძემ უარი თქვა მაგალითად რომ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას რა პერსპექტივა აქვს პირველ რიგში რო გითხრათ თქვენი გეგმები როგორია და შემდეგ უკვე ოპოზიციის თვითონ არჩევნებს რაც შეეხება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქიდან გამომდინარე რომ საქმე ეხება პირდაპირ იმ კეთილდღეობას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რაც კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ რაიონებში არსებობს გამოწვევები. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები, მე თბილისში ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ვიცით, ყველა გამოწვევა ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო, ეს არ არის ჩემი საქმე, თვითონ ვერ გარკვეულან ერთმანეთში და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. თავარი არის ის, რომ ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს არჩევნებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს კომუნიკაცია და კონტაქტი არ დაგვიწყვეტია ხალხთან და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი სიძლიერე ჩვენი გუნდისა და ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ რა უნდა გაკეთდეს პირობითად დედაქალაქში თუ როგორ უნდა უპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს პრობლემების სახით არის წარმოდგენილი ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით უკვე მესამე თქვენ როგორ რა გაგიხარდებათ რო ვიყოთო რო არ ვიყო როგორც მოქალაქე ხო ხარ მე მოქალაქე ხარ ამ ქალაქში ცხოვრობ კარგი თუ ცუდი ყველაფერი ხო ყველას გვეხება და თქვენ როგორ გაგიხარდებათ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება დედაქალაქის მერი ზოგადად დედაქალაქის მერი ვინ იქნება აქვს თუ არ არსებითი მნიშვნელობა თქვენთვის როგორც მოქალაქეს თქვენ გაგიხარდებათ თუ არ გაგიხარდებათ რა კახაკალაძე იქნება თუ არა თბილისის მერი მნიშვნელობა იმიტომ რომ უკვე მე-4 მეკითხებით დაგვიზუსტეთ იმიტომ რომ არჩევნებში მივიღებო მონაწილეობას და ეს რომ გითხრათ ხო და ამიტომ დაელოდეთ როცა იქნება თარიღი ყველაფერი ცხადი იქნება ხო ერთ და იგივე სხვა არ გიპასუხებთ აი მაჟორიტარები როდის მოწოდინება დაახლოებით ვინ იქნება ან როდის გახდება ცნობილი აგვისტოში უკვე წარმოვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დეტალურად თუ ვინ იქნება სახელებით გვარებით, რა თქმა უნდა მივაწვით ინფორმაციას საზოგადოებას, იმიტომ რომ გვეყოლება ახალი სახეებიც და მნიშვნელოვანია გასვლა ხალხში პირდაპირ კომუნიკაცია, ეხლა ვინც საკრებულოში უკვე დიდი ხანია მუშაობს და წარმოადგენს ჩვენს გუნდს, მათ არასდროს გაუწყვიტავთ კონტაქტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ის ახალი სახეები ვინც იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ პირველივე წუთიდან ჩაერთონ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ხალხტრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით გეკითხებოდით აღსრულების პოლიცია არის შესული ავარიულ შენობაში, ვიცით რომ ძიმედ ავარიულია ეს შენობა, უფრო მეტი დეტალი რომ მოგეწოდოთ დემარაუზაში რეალურად ეს ხო, ეს არის კერძო საკუთრება, აქ მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ძალიან ბევრი ბრალდება და მერია დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო საკუთრებას მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა ნაგებობაში იყო შეჭრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად საჭიროა მისი გამონთავისუფლება. პირველ რიგში ხა გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ აღნიშნულს. ეს არის მოცემულობა. ხომ არ აპირებთ დღეს განმავლობაში? არა, არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხი არის და მიმდინარეობს გამოსახლება, ეს იგივეა თქვენ საკუთარ საცხოვრებელში რომ ვიღაცა შეიჭრას და დასახლეს. ეს არის კერძო საკუთრება, ამაზე მიმდინარეობდა
წლების განმავლობაში სამართლებრივი დავები სასამართლო მოგებული არის და შესაბამისად მიმდინარეობს მისი აღსრულება. ვერ გეტყვით, არ ვიცი, ამით შესაბამის უწყებას უნდა დაუსვათ შეკითხვა, რაც შეეხება 9 ოჯახს, ვინც თბილისში არის რეგისტრირებული, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება და მერია უზრუნველყოფს ამ ოჯახების ქირით გაყვანას. 2 ოჯახი დათანხმებულია და გასულია ქირით. ტრამპის გარემოცვა ეპიზოდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გამოკითხვები გრძელდება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. პროკურატურაში დღეს დაიკითხება დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. ყველა გამოკითხული ამბობს, რომ უწყებებს მაშინ ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ საბუშალო უნდა ყოფილიყო ჩორჩანა. კანონით წარმოუდგენელი ფაქტია და ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, ეს არ ვიცი მიზანმიმართულად გაკეთდა თუ რა იყო, რა იდგა ამის უკან. რა ინტერესებს ემსახურებოდა, ცხადია გამოძიება ყველა კითხვას უპასუხებს და ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ამ საქმეში, მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ტრამპის გარემოცვა აფეთქებს მეგობარი აქტის მიღებას. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ინფორმაცია და საბოლოოდ რას ელოდებით მეგობარი აქტისგან, ან მიიღება თუ არ მიიღება, ან რას? ხო, არ ვიცი თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით და უკვე გამოაშკარავდა ის თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. არის კონკრეტული კონგრესმენი, რომელსაც 87,000 თუ 360,000 არის მთლიანად გადახდილი და პატივცემულ ვილსონს 87,000 აქვს აღებული იმაში, რომ საქართველოს გააშავოს და სრულად ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს და გააჯეროს აღნიშნული აქტი. ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა ფარას კანონიდან. ეს არის იგივე კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ, რასაც ასე ებრძვიან, უტევენ და მე მგონი ყველა ხვდება თუ რატომ და რისთვის. ზოგადად აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ხალხთან ერთად გავიცავთ ქვეყნის ინტერესს და ქართული ხალხის ინტერესს. ხათიაწულუკიანი ABC-სთან ინტერვიუში საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, რომელს არიან ოლიგარქები და მრავალეროვანი კომპანიები, თუმცა აი როდესაც დამაზუსტებელი კითხვა, ის აღარ აზუსტებს ვინ არიან კონკრეტულად და არ ვიცნობ მე პირადად ამ ადამიანებს. თქვენ თუ იცნობთ ერთს მაინც ასეც და ვინ გთხოვთ? ხათიაწულუკიანი რა გინდათ კაცობრიობ პრეზიდენტ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოусმინეთ და ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება. ინფორმაცია, პირდაპირ ამბობთ, რომ იყვნენ კონკრეტული ადამიანები და ერთ ადამიანზე მაინც თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ იყო მაგალითად, ვინც ომში გიძრება. კი, მაღალი თანამდებობის პირი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ საუბრობდა ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, ხო, გარდა ამისა, ჩვენ ვისმენდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, ასევე ამ რადიკალური დაჯგუფების ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს. არა, რა თქმა უნდა, ის ნარატივი რაც მოდიოდა, მას ყავდა მისი გამჟღერებლები აქ, ხო? იგივე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები, ხო, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ხო, რომელიც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და საქართველოს უნდა შეეხიდოს უკრაინას ამ ომში. ეს არის გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State-ი, რაზეც პირდაპირ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ როდესაც ღიად დავიწყეთ ამაზე საუბარი და გავაჟღერეთ გლობალური ომის პარტია, იგივე თქვენი ტელევიზიის საშუალებით მიდიოდა კილიკი, ღლიცინი აღნიშნულთან დაკავშირებით, შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ მისი მთავარი მიზანი და ამოცანა ეს არის Deep State-ის დამარცხება. ეს ხო მოგონილი თემა არ არის. ნახოთ, დაველოდოთ, ვერ გეტყვით. ჯერ რა თქმა უნდა ვერ არ არის დამარცხებული და ისე ვერ მეუბნებით მის წამოწყებულ გამოძიებაში. ამის პარტია, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ბრალდება, როდესაც მაგალითად ამბობთ, რომ კონკრეტული ადამიანები ითხოვდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. კი, ნამდვილად ასე, სამწუხაროდ ნამდვილად ასე იყო. ვინ არიან ეს ადამიანები, იცოდეს. თუ ამის საჭიროება დადგება და იქნება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამასაც ვიტყვით და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს. საინტერესებს ვინ არიან? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამის აუცილებლობა იქნება,
დადგება დღის წესრიგში, ამით მტკიცებულებებიც არის. ტულსი გაბარდის განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ. ისი? ტულსი გაბარდის შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Deep State-ის სტრატეგიაზე ისაუბრა, როგორ მოქმედებს ეძახის ყოველთვის რუსულს, რაც მათ ეწინააღმდეგება. პრინციპში ის, რაზეც თქვენ უკვე დიდი ხანია საუბრობთ, დასტურდა კონკრეტული ფაქტებით, მათ შორის საუბარი იყო 2016 წელს შტატებში პრეზიდენტის არჩევნებზე. როგორ აფასებთ ამ ფაქტს და როგორი იყო საქართველოსთან ეს სტრატეგია? გუშინ მამუკამდინარაძემაც გამოაქვეყნა ვიდეო ამასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი იგივე ხელწერით. ხო, ეს მარტო საქართველოში არ ხდება ამ ტიპის ქმედებები. მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე ნარატივი აქვს, ერთი და იგივე ხაზია. თუ ისინი ვერ იღებენ მათთვის სასურველ შედეგს კონკრეტულ ქვეყნებში, მაშინვე, რა თქმა უნდა, შემოყავთ რუსეთის თემა, რუსული ნარატივი, რომ ეს რუსეთუმე ხელისუფლება, რაც ჩვენთან ხდება, იგივე ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. ნახეთ რუმინეთში რა მოხდა, ხო? საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი მოხსნეს, არ მისცეს შესაძლებლობა, რომელსაც უდიდესი შანსი ჰქონდა გაიმარჯვებინა, არ მოხსნეს იმის გამო, რომ ესე იგი საფუძვლად რა დაუდეს, რომ TikTok-ში თურმე უფრო აქტიურად იყო ჩართული და უფრო მეტი მხარდამჭერი ყავდა და ეს თურმე რუსული თემა ყოფილა. ნუ აი წარმოუდგენელია, იგივე მოლდოვაში მაგალითად ოპოზიციური ტელევიზიები საერთოდ აკრძალეს, გააუქმეს ოპოზიციური პარტიები. გერმანიაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ რაღაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები უნდა გაუქმდეს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ პარალელები რომ გავავლოთ, აი თქვენ დააკვირდით 2012 წლიდან, როდესაც გამოჩნდა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ბატონ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. აი შეგიძლიათ ნახოთ არქივი, ამოწიოთ იმ დღიდან დაწყებული დღემდე მიდის ნარატივი, რომ ქართული ოცნება აკეთებს რუსულ საქმეს და რა ვიცი 1000 სისულელი რუსული კანონი და რაღაც აი უაზრო რაღაცები, რომელიც საერთოდ წარმოუდგენელია, ხო? პირდაპირ შეიძლება ითქვას, ქართული ოცნება ეს არის გუნდი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს, იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესს. აი ეს არის მოცემულობა, თუმცა მეორე მხარეს მიდის პროპაგანდა 2012 წლიდან მოყოლებული, ნახეთ, ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ რუსული, რუსეთი, აი ეს არის მათი პროპაგანდა, ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველგან მთელ მსოფლიოში არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ეხმარებოდა და რუსული პროექტია, ხო წარმოუდგენელია რა. უვიზო მიმოსვლაზე მინდა გკითხოთ, ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ევროკავშირიდან, ხომ არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ქართული ხალხის დასჯის მცდელობა? ეს არ არის პირველი შემთხვევა, მუხარები, შანტაჟი გრძელდება, რომელიც განცხადებები, რასაც ვისმენთ, დაფუძნებულია ცილისამებაზე, სიცრუეზე, ზოგადად ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ აღნიშნულ ორ კანონთან დაკავშირებით, საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციასთან კავშირი არ გააჩნია. ისინი ამბობენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თურმე კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ რომ მიიღო, ქართულ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, რომ ქართულ ხალხს წაართვან ისიკეთე, რაც ვიზა ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად რა ხდება? საერთოდ არც საქართველოს აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი არ აინტერესებთ. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი, საქართველოს და ქართველი ხალხი გამოყენებული იყოს თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში გააკეთეს. აი ეს არის რეალობა და მარტივი იმ ბიუროკრატიისგან, რასაც ხედავთ ჩვენ ბოლო დღეებში და ბოლო წლებში. რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება იქნება ერთგვარად კარგი ნაბიჯი, რომ დაბრუნდეს საქართველოს. აი, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ გაათავისუფლოთ პატიმრები, სინდისის პატიმრები. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩისგან, მაგალითად, რასაც ვისმენთ არჩევნების პროცესში. მე არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება, თუ მართლა გასაკეთებელია, ქვეყნიდან გასაგდებია. მე თუ მკითხავთ, თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები და ესეც რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის გაგრძელება არის, რასაც ჩვენ ხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ხო, ევროკავშირის ელჩი ეხა პიროვნულად მე არაფერი მასთან საწინააღმდეგო არ ამაქვს, მართლა ნორმალური ადამიანია, მაგრამ
მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს, ცხადია ის ასრულებს დავალებას, რასაც ეუნებიან, იმას აჟღერებს. ეს არის მოცემულობა და ის პროპაგანდა და ნარატივი თქვენ რაც გაქვთ, რომ თურმე ეს აქციები მშვიდობიანი აქციები იყო, თურმე მოლოტოვის კოქტეილის მე ვისროდი და ჩემი თანაგუნდელები ისროდა, თურმე ხელკეტებს და ქვევს აგერ მანანა თოქმანჯიშვილი ესროდა სპეცრაზს და პოლიციელებს, თურმე ის ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილან რა. ეს არის მოცემული. კადრები გაქვთ ნანახი რის გამო არიან დაკავებული? კი, რა თქმა უნდა, მაქვს კადრები ნანახი, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, როდესაც ხელკეტებს ურტყავენ, როდესაც პეტარდებს ესვრიან პირდაპირ სახეში პოლიციელებს. რა თქმა უნდა, მაქვს და ძალიან მძიმეა. თუ ვინმეს ხელისუფლების სრულება უნდა ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული ფორმა და ამ ფორმით შენ უნდა მიხვიდე და აფიქსირო. შენი აზრი ვინ გინდა, შენ ერთმა რიგითმა მოქალაქემ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების მოხდა. ძალით ეხა ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს, ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას და ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ასე შემდეგ. რაც უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით. რუსეთის ცალკე პრობლემაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის ეს შემდგარი ფაქტია, ეს არის მოცემულობა და ვიცით, მოცემულობა არის ის, რომ რუსეთი შეჭრილია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს დაკავებული და გარედან ვიღაცეები ვითომ რაღაც თავიანთი კეთილის რახვებით არიან ვითომ დაკავებული და რეალურად ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამოყენება უნდა თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამას იფუთავენ ვითომ აი დემოკრატიული პროცესი. რა დემოკრატიული პროცესები? ნახონ თავიანთ ქვეყნებში რა ხდება, რა ვითარება. რომელია დემოკრატიული პროცესი, რომ იმაში, რა ქვია, რუმინეთში საპრეზიდენტო კანდიდატი მოხსნეს იმის გამო, რომ უფრო ძლიერი იყო და უფრო მეტი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა? ეს იყო დემოკრატიული პროცესი? გასაგდებია თქვით ევროკავშირის ელჩზე თუ ასეთი განცხადება გააკეთოთ, შესაძლოა ეს დააყენოთ თვითონ. ეს ჩემი დამოკიდებულება არის და ჩემი ხედვა არის, მე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევდი. და პატივი უნდა სცენ პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოებრიობას და ევროკავშირის ეს და ნებისმიერი ქვეყნის ეს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ხელი შეუწყოს თუნდაც საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას, მათი განცხადებები კიდევ ერთხელ მეორე მე ელჩთან როგორც ადამიანთან რამე კი არა მაგათ საპირისპირო, მაგრამ მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში და კეთილი უნდა ინებოს, თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება.